თქვენი მზით ტყუპებში მასწავლებლის არქეტიპი თქვენი ცხოვრების ყველაფერს უდევს საფუძვლად. ჩვენ ყველას განათლების მიღების პროცესში რა დონეზეც არ უნდა მიგვეღწია, გვქონდა ერთი და იგივე გამოცდილება. მასწავლებელი, რომელიც ჩვენ წინ იდგა და გვიყვებოდა თუ როგორ იყო საქმე ცხოვრების რომელიმე სფეროში. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ შეგვაფასებდნენ მასწავლებლის შეხედულებათა სისტემის გამეორების უნარის მიხედვით. ეს განათლების გარკვეულწილად ცინიკური პერსპექტივაა და სულაც არ ვაკრიტიკებ მასწავლებლებს, მაგრამ ტყუპების და მისი კავშირის გასაგებად სიტყვა მასწავლებელთან ჩვენ ნამდვილად უნდა გავუმკლავდეთ ამ საკითხებს. ეს იმიტომ, რომ ტყუპების სინამდვილეში არ არის ექსპერტის ნიშანი, არ არის იმ ადამიანის ნიშანი, ვინც ყველაფერი იცის. მას ბევრად მეტი კავშირი აქვს კითხვებთან, ვიდრე პასუხებთან. ის, რაც თქვენ ცოცხალს, ენერგიულს და ძლიერს ხდით, ძირითადად ის აზრია, რომ როდესაც საძოლებთან დგებით, წარმოდგენა არ გაქვთ, რა ისწავლით, რა გელით წინ. გარკვეული საიდუმლოების, სიურპრიზის, შოკისა და გაოცების შესაძლებლობის განცდა აბსოლუტურად ფუნდამენტურია თქვენი ცხოვრების ევოლუციური განზრახვის შესასრულებლად. ამის თქმის ერთი მარტივი გზაა ის, რომ სიბერეში თქვენ უნდა იცოდეთ ბევრი რამ, რაც ფულს საერთოდ არ მოგიტანთ. უბრალოდ იმიტომ, რომ მათი ცოდნა აბსოლუტურად მშვენიერი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ფულს საერთოდ ვერ გამოვიმუშავებთ, მაგრამ ცნობის მოყვარეობისა და ღია აზროვნების იდეები აბსოლუტურად ცენტრალურია ტყუპებისთვის. ახლა კომუნიკაციის მასწავლებლის იდეის უკან, რომელიც რაღაცას გვასწავლის, დგას აზროვნების ცნება, ხოლო აზროვნების უკან არის აღქმა. ტყუპები ჭეშმარიტად აღქმის ნიშანია, ხედვის ნიშანია. ასე რომ წარმოვიდგენ, რომ ღმერთმა კოსმიური ტრამპლინის ბოლოს მიგიყვანათ და გითხრათ, მინდა ჩახვიდე სამყაროში და ძირითადად თვალები ღია გქონდეს, მიმოიხედო, ნახო რას დაინახავ. თქვენ უპასუხეთ, მოიცა მიმოიხედო, მე ჩემ ცხოვრებაში რაღაც უფრო კეთილშობილური მინდოდა. ღმერთმა შეგიწყალათ და გითხრათ. ვერ შევცვლი ბედს, მაგრამ ცოტა შემიძლია შევცვალო. მინდა ჩახვიდე სამყაროში, აღიდგინო სასწაულის შეგრძნება, მინდა აღიდგინო განცვიფრების, გაოცების და აღფრთოვანების შეგრძნება. თქვენ გაიღიმეთ და უთხარით, კარგი ღმერთო, ეს კარგად ჟღერს, ამას შევძლებ. ცოტა უფრო კეთილშობილურად ჩანს ეს ყველაფერი, ვიდრე უბრალოდ მიმოხედვა. ახლა ღმერთია ცოტა უხერხულად, ამიტომ ერთ კომენტარს ამატებს. წარმოვიდგენ, ღმერთმა თქვა, დიახ, მინდა ჩახვიდე სამყაროში, იცადო, რომ სრულიად და ტოტალურად დაიბნე. ამას შეგაჩერათ, დაბნეულობა არც ისე ღირსეულ სულიერ მიზნად ჩანს, თუმცა ღმერთი ამატებს. არ არსებობს სასწაული, რომელიც დამაბნეველი არ არის. რადგან თუ ის დამაბნეველი არ არის, ეს ნიშნავს, რომ გესმის და თუ გესმის, ეს სასწაული არ ყოფილა. შენ არ შეგიძლია გქონდეს გაოცების და განცვიფრების შეგრძნება დაბნეულობის გარეშე, რადგან გაოცება და განცვიფრება მაშინ ჩნდება, როდესაც ის, რაც შენ ცნობიერებაში შემოუშვი, რამდენიმე ნაბიჯით წინ არის იმაზე, რაც შენი თეორიები იყო შემოშვების მომენტამდე. და რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ვაბნევს. ჩვენ ადამიანები მიდრეკილნი ვართ შევქმნათ სამყაროს მოდელები, სამყაროს სურათები. ჩვენ სამყაროს ვუყურებთ როგორც მეცნიერი, როგორც ბუდისტი, როგორც მართლმადიდებელი, როგორც კათოლიკე ან როგორც ცინიკოსი. არსებობს რეალობის უამრავი განსხვავებული ინტერპრეტაცია, უამრავი განსხვავებული ფილტრი, რომლითაც შეგვიძლია გავიგოთ ცხოვრება და ბევრი მათგანი საკმაოდ კეთილშობილურია. და არ არის საჭირო მათი გაკრიტიკება, გარდა იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ არის იგივე რაც რეალობა. ტყუპების შემთხვევაში თქვენი მიზანია ნათლად ხედვის უნარი და თქვენ ამ სიცხადეში შედიხართ დარწმუნებულობაზე, დოგმატიზმზე უარის თქმით. როდესაც ამ გზაზე ხართ, რომელიც თქვენთვის წმინდა საკრალური სულიერი გზაა, თქვენ ასევე თავს ჯანმრთელად და ენერგიულად გრძნობთ და ვფიქრობ, თქვენი ცხოვრება დაამტკიცებს ამ განცხადების სიმართლეს. მაგრამ როგორ აკეთებთ ამას, როგორ ინარჩუნებთ ამ დამოკიდებულებას, რომ მუდმივად იწყებდეთ და მუდმივად ღია იყოთ სიურპრიზებისა და გაოცებისთვის? არსებობს მეთოდი, ერთგვარი იოგა ტყუპებისთვის. და მე არ გულისხმობ თავდადგომის იოგას, ეს უფრო ცხოვრების წესია, ეს დაკავშირებულია მზადყოფნასთან, რომ თავით გადაეშვათ ცხოვრების მრავალფეროვნებაში. მოგზაუროთ, ისწავლოთ, იკითხოთ, მუდმივად შოქში ჩაიგდოთ თავი იმით, რაც არ იცით. სულმა ამ სამუშაოსთვის ინსტრუმენტები მოგცათ, სულმა აგავსოთ აღქმის, ცნობის მოყვარეობის ერთგვარი საბაზისო სწრაფვით.
მე წარმოგიდგენთ, როცა უკვე ძალიან მოხუცი ხართ და მე და თქვენ კარგი მეგობრები ვართ. დიდი ხნის მეგობრები, ეს წლების შემდეგ ხდება. თქვენ სასიკვდილო სარეცელზე წევხართ და მე თქვენს მოსანახულებლად მოვდივარ. ვინ იცის რამდენი წლის ვარ იმ დროს, მაგრამ ამ ფანტაზიაში აი მე ვარ და კოჭლობით მოვდივარ თქვენთან და გეუბნებით. მაშვდები, როგორი გამოცდილებაა და მე წარმოვიდგენ, როგორ წევხართ სასიკვდილო სარეცელზე და ამბობთ. საინტერესოა. და ბევრი ადამიანი გაიცინებდა საინტერესოა. ხო, დიახ, აქამდე არასდროს მომკვდარო არ, მომხიბვლელია. შესაძლოა გკითხოთ, გააქვთ რაიმე ბოლო სურვილი, სანამ წახვალ და აი თქვენ სასიკვდილო სარეცელზე ხართ და ამბობთ, დიახ, მომიტანე წიგნი ასტროფიზიკაზე. მე საათს ვუყურებ და შემდეგ თქვენ გიყურებთ. ვამბობ, ასტროფიზიკა კარგია, წიგნსაც მოგიტან, მაგრამ ექიმი არც ისე ოპტიმისტურადაა განწყობილი. მხოლოდ რამდენიმე საათი დაგრჩა და თქვენ მეუბნებით. იჩქარე და მე გავვიბივარ წიგნის მოსატანად და თქვენ ღიმილით კვდებით ასტროფიზიკის წიგნის მე-6 გვერდზე. ეს არის ტყუპების სული, ყოველი მომენტის უსასრულო გამოყენება, უსასრულო სწრაფვა იმისკენ, რაც არ ვიცით. შოკის ძიება, იმ აღქმების ძიება, რომლებიც გამოწვევას უქმნის იმას, რაც უკვე იცით ან გესმით. ასეთ მძლავრ ინსტრუმენტთან მუშაობა გარკვეული საფრთხეები და რისკებიცაა აქ თან. თქვენ ადვილად შეიძლება გაგეფანტოთ ყურადღება, თითქმის ყველაფერმა შეიძლება მოახერხოს ეს. იდეა ისაა, რომ შეგიძლიათ წრეზე ირბინოთ და გარკვეული აზრით უნივერსიტეტის ყველა საგნის, ყველა ფაკულტეტის პირველი კურსი გაიაროთ და მეორე კურსი არასდროს არც ერთ ფაკულტეტში არ აიღოთ. ეს არის საფრთხე. თუმცა საბოლოოდ თქვენი ინტუიცია ეკიდება გარკვეულ ძაფებს, რომლებსაც უბრალოდ გრძნობთ, რომ უნდა გამოგაჩოთ გარკვეულ რამეებს, რაზეც ცოტა მეტი უნდა ისწავლოთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი გაღელვებენ, იმიტომ, რომ ისინი იმაზე მეტი კითხვით გვყვებავენ, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდით. და ეს არის ნამდვილი მაგია. თქვენ იწყებთ ამ ძაფების გამოგაჩვას და თავს არიდებთ, რომ იმდენად გაფანტული და ზედაპირული იყოთ ცხოვრებაში, რომ ვერასდროს მიაღწიოთ თქვენი პოტენციალის მახლობელ შედეგს. თქვენი ჩრდილი ენერგიის ამ გაფანტვაშია, იმის შეგრძნებაში, რომ არასდროს იზრდებით, არასდროს იკავებთ პოზიციას, არასდროს იღებთ ვალდებულებას, მაგრამ მე არასდროს გიქადაგებდით, რომ პოზიცია უნდა დაიკავოთ, რომ ვალდებულება უნდა აიღოთ. უფრო ის, რომ უნდა გაჰყვეთ თქვენ ცხოვრებაში გატაცების ენერგიას და ეს ძაფები მიგიყვანთ გაგებამდე, რომელსაც ყოველთვის შევცვლით, გაგებამდე, რომლის მიმართაც ყოველთვის ცოტა ეჭვი გექნებათ, რადგან გაგებაზე ბევრად მეტს დააფასებთ და ეს არის შიშვლად დარჩენა, ცოცხლად დარჩენა ამ სამყაროში. ეს არის ნამდვილი მიზანი. მაგრამ თუ ამ ძაფებს იპოვით, გამოგაჩავთ და მზად იქნებით მიიღოთ ამდენი ქაოსი და ამდენი კოგნიტური დისონანსი, თუ მზად ხართ ეს ყველაფერი მიიღოთ თქვენ ცხოვრებაში, მაშინ თანდათანობით თქვენში ერთგვარი გაგება ჩნდება. ის არასდროს იქნება სრული. ის ყოველთვის დამუშავების პროცესია. ის ყოველთვის ისაა, რასაც ამატებთ, მაგრამ თქვენ გარშემო ერთგვარი ნათება იქნება და ადამიანები ამას შეამჩნევენ და დაიწყებენ თქვენთან მოსვლას და გეტყვიან, ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე. ეს შეიძლება იყოს ეგზისტენციალური კითხვები და ღრმა კითხვები. მათი ცხოვრების ან ფსიქოლოგიის შესახებ შეიძლება იყოს კითხვა, ამ ზაფხულს მოგზაურობას ვფიქრობ და რომელია ყველაზე ლამაზი შტატი ამერიკაში. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, თქვენი ფართო გამოცდილება დაიწყებს თქვენგან გამოსხივებას და ადამიანები თქვენში მასწავლებელს აინახავენ. და ეს არის ნიშანი, რომელსაც უნდა დაელოდოთ. მე ვამბობ, რომ მასწავლებელი ხართ, მაგრამ თქვენ ელოდებით, როდის კითხავენ მოსწავლეები, ელოდებით, როდის გამოჩნდებიან მოსწავლეები. ახლა, როდესაც ვამბობ, რომ მასწავლებელი ხართ, ნება მომეცით ეს დავაზუსტო. მე ვიწროდ არ გულისხმობ, რომ კლასს უნდა ასწავლიდეთ, ან რომ სკოლის მასწავლებელი უნდა იყოთ. სიტყვა მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც არის ინფორმაციის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, კითხვების მილსადენი სამყაროში. ზოგიერთი ტყუპების მასწავლებელი კლასებს ასწავლის, ზოგი წიგნებს წერს, ზოგს ვებგვერდები აქვს, ზოგი კი ჟურნალისტი და მაუწყებელია. ამბის გადმოცემის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ როგორც არ უნდა შევხედოთ, თქვენი ბედი განუყოფლად არის დაკავშირებული კომუნიკაციის აქტთან. თქვენი ბედი განუყოფლად არის დაკავშირებული მთხრობელის არქეტიპთან. თქვენი ბედი არის დაკავშირებული ენასთან და ეს უნდა გაითავისოთ.